თქვენ სულ ამბობთ ხოლმე, რომ არ მეშინია დაჭერის. ამ წინადადებამდე, როცა იტყვი, რომ არ მეშინია დაჭერის, დიდი ხნის განმავლობაში მიდიხარ ადამიანი? მე სულ ცვლი ამას, თუ ერთხელ ამბობ და იცი რომ ეგრეა. დარწმუნებული რომ ყოველს ქონია ესეთი რთული გამოწვევა, რომელიც მე რაღაც პოზიტიურ კონტექსტში რომ არ გადაგვეტანა, ვერ გადავრჩებოდით, ხო, რაღაცა ეგეთი რთული გამოწვევის წინაშე ბევრი ადამიანი მდგარა, რომ ეხა მე ეს თუ არ გარდაგვქმენი რაღაც სხვა ნაწილად, გამორიცხული. ეს ხო რაღაცნაირი ბრძოლის ყველაზე მაქსიმალური ზღვარია, რაღაცნაირი უპირატესობაც არის შენი ერთის მხრივ ის, რომ პროცესები დაინახო, აი ასე შეხედო პროცესს, რომ რა შეიძლება, პრინციპში რის გარეშე შეიძლება დარჩე. ის რომ მაგალითად სივრცე აღარ ქონდეს შენი სახლი, იყოს დაკეტილი, ანუ წმინდა ყოველდღიურად რაღაცა სხვა საუდილის რუტინა ქონდეს, სხვა საღამო რაღაცა ბავშვებს დიდხანს ვერ ნახავ. ეს ყველაფერი არ წარმოადგენს სინამდვილეში იმ სირთულეს, თუ ამას შეხედავ როგორც არა ტრაგედიას და წინასწარ არ შეხედავ ისე როგორც აი რაღაც ქვეყნის დასასრულს, იმიტომ რომ მე ეს გამოცდილება მენტალური პრობლემების ჯანმრთელობის დროს მქონდა, როდესაც გაცილებით უფრო მეტი რთული წარმოდგენები მქონდა, ვიდრე მაგალითად ის რაც არის ციხე, იმიტომ რომ მაშინ რაღაცა როდესაც ადამიანს სიკვდილის ფობია გაქვს და გონია რომ ქუჩაში რო გახვალ ვეღარ იქნები, დამიჯერეთ რომ აი ძალიან რთული ამის დაძლევა. ძალიან საინტერესო გამოწვევათა შეიძლება ეს რო აქციო ადამიანმა იქ უამრავი ახალი ადამიანია მაცხოვრებას გაიგებ, მოგიყვებიან შენსაც მოუყვები. სხვათა შორის გავიგე რომ იოგა შეგიძლია რომ აწარმოო არის ეს სივრცე. ქსოვა შეგიძლია იქვე თურმე სალონიც არის, ანუ ბევრი ისეთი რამ არის, რაც შეიძლება რომ ძალიან ისეთ კარგ ხელსაწყოთ აქცია შენ სხვებაში და მე არ ვუყურებ ამას როგორც გრძელვადიან პროცესს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს თუ არ დასრულდება დღეს, ანუ ბუკვალურ დღეს, ან ბუკვალურად ხვალ, ბიძინა ივანიშვილი მე მაინც მგონია რომ ეს არის ბოლო წელი ბიძინა ივანიშვილის. ეს შეიძლება არ იყოს მაისი, ეს შეიძლება არ იყოს ივლისი, მაგრამ ეს წელი ნამდვილად არის ბოლო წელი. და ამიტომ რაღაცნაირად ამ რა ვიცი, რამდენი თვე უნდა მომიწიოს რომ ვერ გავუძლო, კარგით. ალეკო, თქვენ როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას, თუ კი დასაშვებად მიიჩნევთ, რომ იგივე გემუქრებათ? მეც მიფიქრია ცხადია ამ საკითხზე, ერთი რაც შეიძლება თქვა რომ ცხოვრებაში უფრო სხვა განსაცდელი მქონია, ხა აღარ დავაკონკრეტებ და ეს არ იქნება ჩემთვის ესეთი გამოწვევა, რომ ამით ვერც შემაშინებ, ვერც გამოკვირვებენ. მეორე მხრივ, აი ნანუკამ რაც საუბრა რაღაცა ინტერესისაგან შეიძლება იყოს მონიტორინგი თუნდაც საპატიმროსი, იმიტომ რომ ჩვენ რამდენჯერმე გქონდა მონიტორინგის პროექტები საპატიმროში სახალხო დამცველის მანდატით ვიმყოფებოდით, რა თქმა უნდა. შიგნიდან უფრო საინტერესო იქნება მონიტორინგის ანგარიშის მომზადება. გრძელვადიანი მისიის წარმოება. და გარდა ამისა მაქვს კიდე რაღაცა სხვა მიმართულებით იგივე მწერლობაში რაღაც მცდელობები და რამდენიმე რომანის დაწერის იდეა მაქვს, შეიძლება რომ თავისუფალი დრო მეტი მქონდეს ამისთვის. მე ვქენ ჟურნალისტების დაჭერა არ არის კარგი აზრი, იმიტომ რომ ალეკოც პირველადი პროფესიით ჟურნალისტია და გასართობს ყველგან პოულობენ ჟურნალისტები.